სასტუმრო შერატონ მეტეხი დონორი ორგანიზაციების სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლების სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის ყოველწლიურ კონფერენციაზე შეიკრიბნენ. კონფერენციაზე სისხლის სამართლის სისტემის რეფორმაში ჩართულ დონორ ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვას. მასში ჩართული მხარეების საქმიანობათა კოორდინაციას, ასევე შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმა. Მთელი მოვაწერეთ მემორანდუმს ერთის მხრივ სახელმწიფო უწყებებმა, რომლებიც ჩართულები არიან სისხლის სამართლის რეფორმის სფეროში და მეორე მხრივ იმ დონორებმა, რომლებიც ასევე მონაწილეობენ ამ პროცესში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იუსტიციის სამინისტრო კოორდინაციას უწევს უმნიშვნელოვანეს რეფორმებს და ბუნებრივია ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ჩვენ გქონდეს პულტი ამ რეფორმების მიმართულების განსაზღვრის, პრიორიტეტების განსაზღვრის, ის დახმარება ექსპერტული თუ ფინანსური, რომელიც დონორებისგან შემოდის საქართველოში იყოს მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებული. თანამშრომლობის მემორანდუმი ძალიან მნიშვნელოვანია. მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროს მუშაობას გააუმჯობესებს და რეფორმების ჩასატარებლად საუკეთესო საშუალებაა. ეს ყველაზე ეფექტური გზა, რომელიც მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. ნინო ბურჯანაძე ხელისუფლების შესვლის გზას საზოგადოებრივი აზრის გაერთიანებასა და პროტესტის მასობრივად გამოხატვაში ხედავს. სამომავლო გეგმების შესახებ დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა საზოგადოებრივ დარბაზ ჯაზუში ისაუბრა. შეხვედრას 50-მდე არასამთავრობო და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. ოპოზიციურ პარტიებთან დაწყებული კონსულტაციების ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებისათვის ეს მეორე შეხვედრა იყო. 2 დღის წინ ისინი ეროვნული ფორუმის ლიდერებს ესაუბრნენ. შეხვედრების სერია გრძელდება. პირველი შეხვედრა იყო გუბას სანიკიძესთან ეროვნულ ფორუმთან. დღეს არის ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან და ალბათ შემდეგ კიდევ სხვა პარტიებსაც შეხვდებიან და საქმიანი საუბარია პრინციპში აქ. ისინი თავისას ამბობენ, არასამთავრობო ორგანიზაციები თავისას ეკითხებიან კონკრეტული საკითხები, როგორც ასეთი დღის წესრიგი არ არის. ჩვენ გვაინტერესებს მათი გეგმების შესახებ. მათ აინტერესებდათ ჩვენი სამომავლო გეგმები, აინტერესებდათ კონკრეტულად რას აპირებს ჩვენი პოლიტიკური პარტია, როგორი დამოკიდებულება გვაქვს სახალხო კრებასთან და რა არის ჩვენი, ესე ვთქვათ, ხვალინდელი დღის ხედვა. მე ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო დისკუსია იყო და მიმაჩნია, რომ ასეთი შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. უსახლკარო დარჩენილი ქართველები თავშესაფარს რუსეთს თხოვენ დახმარების თხოვნით, როგორც თავად ამბობენ, ადგილობრივ მთავრობას არაერთხელ უშედეგოდ მიმართეს. მათი პრობლემა ვერც სოციალური დახმარების პროგრამით მოგვარდა. ოჯახის წევრების თქმით, აგენტებმა მათ საჭირო ქულები არ მიანიჭეს. ბოლო იმედი მათი თქმით პროტესტის ეს ფორმაა. დემოკრატიას ვაშენებ. სიტყვის თავისუფლებული გავხდით. პრეზიდენტმა უარი თქვა ჩვენზე. ჩვენი ადგილი აქ არ არის. ხელი კრა ჩვენ ოჯახს. ამ ქალბატონსაც, მეც, ბავშვსაც, ევროპის სახელმწიფო არცერთი ჩვენ არ მიგვიღებს, ხო? თორემ მე სიამოვნებით წავიდოდი. ერთადერთი არის რუსეთი. მე კი არ მეხალისება რუსეთში გაქცევა. ობოლდა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა ხელოვნების ფესტივალ მზერას ფარგლებში დღეს გრანდიოზული ტელემარათონი გაიმართება. ტელემარათონი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ჩატარდება. ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად კონცერტში 21 ბავშვთა სახლის 80 ახსაზრდელი მონაწილეობს. გენერალური რეპეტიცია შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გაიმართა. აქციას საქველმოქმედო ფორმა აქვს შემოსული თანხა. მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს მოხმარდებათ. კონცერტის მომზადება ბავშვებმა 20 დღის წინ მანავის ბანაკში დაიწყეს. გაიმართება გრანდიოზული ტელემარათონი მზრუნველობა მოკლებული ბავშვების მონაწილეობით. ამ დღეს ჩვენ ველოდით ძალიან დიდი ხანი, ვემზადებოდით ძალიან სერიოზულად. ძალიან გვიხარია ყველა. ვიღებთ ციკლებში მონაწილეობას. ვცეკვავთ ბევრ რამეს ვღერი. ძალიან კარგი იქნება ეს კონცერტი და მიხარია. ამ კონცერტზე რომ გამოვდივარ მეც. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელთაც კოსოვოსა და სერბეთის ხელისუფლებებს ევროკავშირის შუამდგომლობით მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდებს. რეზოლუციის პროექტი ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და სერბეთმა წარადგინეს. ტექსტში რამდენიმე ცვლილება შევიდა, მასში არ არის მითითებული თვითაღიარებული კოსოვოს დამოუკიდებლობის არაკანონიერების შესახებ. გათვალისწინებულია ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც კოსოვოს ხელისუფლებას დამოუკიდებლობის გამოცხადებით კანონი არ დაურღვევია. სერბეთი კი აცხადებს, რომ რეზოლუციის მიღება იმას არ ნიშნავს, რომ ბელგრადი კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს.
პრიშტინამ სერბეთის შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებ 2008 წელს განაცხადა დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის სხვა ქვეყნები იმ 70 სახელმწიფოს შორის არიან, რომლებიც კოსოვოს დამოუკიდებლობას მხარს უჭერენ და აღიარებენ 2008 წლის ივლისში გაეროს უმაღლესმა სასამართლომ განაცხადა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა საერთაშორისო კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. ევროკავშირის ინიციატივით შესაძლოა ბელგრადსა და პრიშტინას შორის მოლაპარაკებები დაიწყოს. Mr. President, this resolution is consistent with the United States' strong სან-ფრანცისკოსთან ახლოს სან-ბრუნოს დასახლებაში ხანძარი გაჩნდა. ათეულობით სახლი იწვის, ხანძრის მიზეზი გასცადენზე მომხდარი აფეთქებაა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა. ხანძრის შედეგად 25 შენობა მთლიანად დაიწვა. 50 შენობას კი ხანძრის საფრთხე ემუქრება. სან-ბრუნო სან-ფრანცისკოს საერთაშორისო აეროპორტთან მდებარეობს და თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეცხლი ავიაკატასტროფის შედეგად გაჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად მაშველები და ვერტმფრენები მუშაობენ. ფლორიდის შტატის ეკლესიის ხელმძღვანელმა ტერი ჯონსმა განაცხადა, რომ აუქმებს შაბათს 11 სექტემბრისთვის დაგეგმილ აქციას დაწვას ყურანის ასლები. ჯონსის თქმით, მისი გეგმის გაუქმების გადაწყვეტილება 11 სექტემბრის ტერაქტების ადგილზე დაგეგმილი ისლამური ცენტრის ხელმძღვანელობის თანხმობას უკავშირდება, იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრი სხვაგან შეიძლება გაიხსნას. ნიუ-იორკის იმამთან ასეთი შეთანხმების შესახებ ოფიციალურად ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. ყურანის დაწვის გეგმა მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერებმა მკაცრად გააკრიტიკეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეკლესიას მოუწოდა უარი თქვას გეგმაზე 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის წლისთავთან დაკავშირებით ყურანის დაწვის შესახებ. ამერიკულ ტელეკომპანიასთან საუბარში ობამამ გეგმას დამანგრეველი საშიში ტრიუკი და ალ-ყაიდასთვის წვემამდელების გაწვევასთან სასარგებლო უწოდა. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალებმა სომალის სანაპიროებთან მეკობრეების მიერ გატაცებული სატვირთო ხომალდის შტურმით აიღო. ხომალდის გერმანიას ეკუთვნოდა, ამერიკელებმა მასზე კონტროლი დაამყარეს და ეკიპაჟის წევრები გაათავისუფლეს. 10 მეკობრე კი დაკავებულია. ეს პირველი სპეცოპერაცია, რომელიც საერთაშორისო სამხედრო საზღვაო ძალებმა განახორციელეს. ამ რეგიონში მეკობრეების წინააღმდეგ ბრძოლა დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება. ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში საპასუხო ავიადარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ ქვეყნის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობამ განაცხადა. ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასისა და პალესტინის მოსახლეობის თქმით 4 დასახლებული პუნქტი დაზარალდა. ჰამასის განცხადებით, ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ისრაელის მხარე კი ამბობს, რომ მათი სამიზნე კვლავის გვირაბებია, საიდანაც ტერორისტები იარაღის კონტრაბანდას ავრცელებენ. წინა დღეებში ღაზას სექტორიდან ავიადარტყმები ისრაელზე განხორციელდა, თუმცა შედეგად არავინ დაშავებულა.